მისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს და ხაროთ ღმერთმა გაგაძლიეროთ შეისმინოს ღმერთმა თქვენი ლოცვა აცხოვოს ჩვენი მიცვალებულები და ყველა შეგვეციოს მთავარ ანგელოზი მიქაელ და დღევანდელს მოხსენებული ყველა წმინდანი მათი მეოხები ღმერთმა დაიფაროს და დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედა ეკლესია ჩვენ ვაგრძელებთ სახარების კითხვას დღევანდელ დღეს ლიტურგიაზე მართლმადიდებლურ ტაძრებში იკითხება მარკოზის სახარების მე-6 თავიდან 55-53 მუხლები წავიკითხოთ ტექსტი მოვისმინოთ და შემდეგ შევეცადოთ რომ გავიმართოთ და მეხსეულად აიძულა მოწაფეთა შესვლად ნავსა რაითაც წინა წარუძეულს მათ წიაღ კერძო ზღვასამას ბეთსაიდა ვიდრემდე განუტეულს მან ერი იგი და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად დავით არცა შემწუხრდა იყო ნავი იშუაოდენ ზღვასამას და იგი თავადი მარტო ქვეყანასა და იხილნა იგინი რამე თუ იურუოდეს ზღვასამას ნავისასა რამე თუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა და მეოთხესა სახმელავს აღამისასა მოვიდა მათა იესუსული ზღვასა ზედა და უნდა თანაწარსვად მათგან ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი ვიდოდა რა ის ზღვასა ზედა გრძნობდეს ვითარმე საოცარი რაიმე არს და ღაღატყვეს რამე თუ ყოველთა იხილეს იგი და შეზრწუნდეს და მეხსეულად ეთყო და მათ დარქვა გულყრობილი ყვენით მე ვარ ნუ გეშინი და აღვიდა მათთანა ნავსა და დაასხრა ქარი დროდადრო ეს ეპიზოდი სახარებიდან როდესაც მაცხოვარი ამ დიდი სასწაულის შემდეგ სასწაულის შესაძლებლად ჩვენ უშინ ვისაუბრეთ ეს არის 5 პურით და 2 თევზით 5000 ადამიანი კაცის დაყურება აი ამ სასწაულის შემდეგ განეშორა იმ ადგილს აიძულა მოწაფეები ასე შეგათხოვა რომ აიძულა მოწაფეები რომ ნავში ჩამსდარიყვნენ თვითონ იქამდე და გაუშვა წინასწარ სანამ თვითონ ხალხს გაუშვებდა ისტუმრებდა ასე ვთქვათ და წავიდა თვითონ მთაზე ლოცვისათვის აქ სიტყვა არის ეს იოანე ოქროპირი ეს რაღაცას ამბობს სიტყვა იძულებასთან დაკავშირებით რომ აიძულა ძალით არ ჩაუსვია უბრალოდ მოციქულთა განწყობა და დამოკიდებულება იყო მაცხოვრისადმი როგორც მოგეხსენებათ ესეთი სიყვარულით და ყოველთვის რაღაც პატარა ესეთი განშორებები რო ხდებოდა ყოველთვის უჭირდათ ხოლმე მასთან განშორება და ესაც აქედან გამომდინარეა რომ აი ძალით ასე ვთქვათ ძალით ჩასვა ნავში და უთხრა რომ ვიდრე ხალხს გავისტუმრებდე თქვენ წადით და სინამდვილეში კი მას განზრახული ჰქონდა რომ განმარტოებულიყო თაზე ასულიყო და ვთქვათ ელოცა და იოანე ოქროპირი ასევე განმარტავს ამ ეპიზოდს რომ ამით ჩვენ გვასწავლის მაცხოვარი ხშირად ადის როგორც მოგეხსენებათ ბევრი ეპიზოდი სახარებაში როდესაც ხაზგასმულია რომ ის განმარტოვდა მთაზე ილოცა და ღამე ბევრი მომენტია რომ ის ღამებს ათენებდა ხოლო ლოცვაში და ამით ჩვენ გვასწავლის ლოცვის სიყვარულს და დამოკიდებულებას იმისა რომ ყოველთვის როდესაც ადამიანი სალოცავად ემზადება ყოველთვის უნდა იყოს პირველ რიგში შინაგანად მომზადებული და მეორედან უნდა იყოს რაღაცა ეძებოს ესეთი ადგილი ყუდრო მშვიდი ადგილი სადაც თავისუფლად შეიძლება ასე ვთქვათ ლოცვა ხო და აი როდესაც მაცხოვარი ადის მთაზე სალოცავად აი მისი მოციქულები ნავით მიდიან ტბაზე და მოყვებიან ასე ვთქვათ ღელვაში ზღვაში და მოყვებიან ღელვაში თქვენ გახსოვთ ალბათ არის ესეთი ეპიზოდი და უფრო ადრე მოხდა ეს როდესაც ასე ღელვაში მოყვებიან როგორც მაშინ მაცხოვარი მათთან ერთად არის მართალია ძინავს მას ნავზე მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათთან ერთად არის და ეს ასე ვთქვათ განსაცდელია მოციქულთა განსაცდელი მალე აღმოიფხრება რომ გააღვიძებენ მაცხოვარს და ის ასე ვთქვათ დაამშვიდებს შვის ღელვას და აი ახლა მაცხოვარმა ინება ისე რომ მარტოვები ყოფილიყვნენ მოციქულები აი ამ დიდი განსაცდელის წინაშე და არ ჩქარობს ასე ვთქვათ მასთან მისვლას მან კარგად იცის რა თქმა უნდა რა განსაცდელის მოციქულებს აქვთ მაგრამ ის არ ჩქარობს მათთან მისვლას ამ განსაცდელის ასე ვთქვათ აღმოფხვრას და ამით რას აკეთებს ამით ნელ-ნელა მოციქულები მიყავს რწმენამდე და აძლიერებს რწმენაში და აჩვევს იმას რომ ყოველი განსაცდელის ჯამს უნდა ევედრონ ღმერთს და უნდა გამოიმუშაონ ასე ვთქვათ მოთმინება უნდა დაითმინონ ყველანაირი განსაცდელი რა სახისაც არ უნდა იყოს ვაჟკაცურად იმიტომ რომ აი მე გახსოვთ მონოს უკვე როცა უშვებს მთელი მსოფლიოში საქადაგებლად ხო მოციქულებს იქ სანამ გაუძლებს ეუბნება რომ
თუ მე მდევნებ თქვენს დევნიან, ანუ ამზადებს წინასწარ ამ განსაცდელად დასათმენად, რა განსაცდელებით მათ მოველით სამომავლოდ და ესაც ერთ-ერთი გამოხატულება იყო იმისა, რომ აი ამ განსაცდელის დათმენით ყოფილიყვნენ მომთმენები და შეძლებოდათ ყველანაირ სიტუაციაში, ასე ვთქვათ, ყოფილიყვნენ ასე ვაჟკაცურად და ყოველთვის ეხსოვნებოდათ, ასე ვთქვათ, ვახსოვდეთ ღმერთი. მათ არ არსებობს განსაცდელი ისეთი, რომელიც ღვთის გარეშე არ მოიპყრობოდეს და ამიტომ ჩვენ ყოველთვის უნდა გქონდეს რწმენა იმისა, რომ ნებისმიერ დროს ღვთის შეწევნით დაიძლება ყველანაირი განსაცდელი და აი მაცხოვარი მიდის მათთან ზღვაზე, ასე ვთქვათ, ფეხით მოსიარულე და მოციქულები ხედავენ მას და იმის მაგივრად რომ დამშვიდნენ, რომ მათთან მაცხოვარი მოდის ვერ იცნეს და უარესად, ასე ვთქვათ, შიშმა შეიპყრო ისინი, როდესაც დაინახეს ადამიანი, რომელიც მოდის ზღვაზე ფეხით, მათ ეს მოჩვენება ეგონათ და დაიწყეს ყვირილი ხმამაღლა და ამ დროს ეუბნება მაცხოვარი ზუსტად, რომ ნუგეშინია, კადნიერი იყვენით, მე ვარ და ამითი ამშვიდებს ადით მათთან ნავში და ზღვის ღელვაც, ასე ვთქვათ, მშვიდდება და ეს განსაცდელის მოიფრობა და იმ ათემახარებელთან არის მარკოზ მახარებელი ამ თემაზე არ საუბრობს აი ამ ეპიზოდში, როდესაც მაცხოვარი ეუბნება, რომ კადნიერი იყვენით, ნუგეშინით მე ვარ, პეტრე მოციქული ეუბნება მასთან, რომ იბრძანე, რომ მეც მოვიდე შენთან ზღვაზე ფეხით სიარულით და მაცხოვარი აძლევს, რა თქმა უნდა, ამის ნებას. პეტრე მოციქული იწყებს ზღვაზე სვლას, მაგრამ ქარისგან შეშინებული შემდეგ იწყებს უკვე დარჩობას და მაცხოვარს ამოყავს ის ზღვიდან. და უნდა გვახსოვდეს ეს ჩვენთვის მაგალითი უნდა იყოს, როგორც აღნიშნულ ნებისმიერი განსაცდელი ჯამს, ჩვენი ხელი ყოველთვის მაცხოვარზე უნდა იყოს მოკიდებული და ყოველთვის მისი იმედით და მისი, ასე ვთქვათ, გვერდში დგომით, მისი მეოხებით უნდა დავწვდეთ ყველანაირი განსაცდელი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთი შემიძლიოთ და წინაშე გადაძლიეროთ ჩვენთან არის ღმერთი.